თუ უკვე 21 წლის ხარ ან ამას აქვს გადასცდი, შენ შეცდომების დრო აღარ გაქვს. უბრალოდ შენთვის ამის თქმა დაავიწყდათ. არა იმიტომ რომ არ უნდოდათ, არამედ იმიტომ რომ ეს თვითონაც გვიან გაიგეს. მოგესალმები ჩრდილიდან. მე ვარ კაგე და უახლოეს რამოდენიმე წუთში შენ გაიგებ იმას, რასაც ადამიანების უმრავლესობა ზედმეტად გვიან იაზრებს. ცხოვრება სასტიკია. სისასტიკეში არ გულისხმობ იმ გაცვეთილ აზრებს, რომ ცხოვრება ძლიერად გირტყამს. შენ ფეხზე უნდა იდგე მყარად და რამდენჯერაც წაიქცევი, იმდენჯერ უნდა წამოდგე. არა, ეს ყველა მიცეს. ვგულისხმობ სხვა რამეს. მაგალითად, შენ რომ საოცნებო სამსახურში მუშაობის დაწყება მოგინდეს და ადგილზე მიხვიდე. აგიყვანენ თუ არა ეს რაზეა დამოკიდებული? ლოგიკურია იმაზე, თუ რამდენად მზად და კომპეტენტური ხარ ამ საქმისთვის. არა? სამწუხაროდ, არა. შეიძლება ყველაფერს გლეჯდე ისეთი მაგარი იყო, მაგრამ დამსაქმებელი აიყვანს იმას, ვინც ყველაზე მეტად მოეწონება არა თუ ცოდნით, არამედ პიროვნულად. HR-ების 90% თავად არის არაკომპეტენტური ახალგაზრდა. დიდი ხანია უფროსი არ მყოლია, მაგრამ თუ მიხვდები, რამდენი გასაუბრება მაქვს ჩაგდებული? არც ერთი. იცი რამდენ გასაუბრებაზე იყვნენ ჩემზე უკეთესი კანდიდატები? ყველაზე. და თუ მიხვდები, რატომ მირჩევდნენ მე? მარტივი მიზეზის გამო. ვუმიზნებდი არა თუ სამსახურს, არამედ დამსაქმებელს. რა თქმა უნდა, სწრაფად ვსწავლობდი და საქმეს თავს ყოველთვის ვართმევდი. უბრალოდ სად არის სამართლიანობა? ვიღაც ჩემზე შესაფერისი ვერ იღებდა იმას, რაც იდეაში უფრო მეტად ეკუთვნოდა. სამართლიანობა არის იქ, სადაც ჩვენ არ ვართ. უფრო სწორად, სადაც ბრბო არ არის. როგორც არაერთხელ მithქვამს, შენ ბევრჯერ ვერ მიიღებ იმ სიკეთეს, რაც დაიმსახურე და არაერთხელ შეგხვდება ის გასაჭირი, რაც არ დაგიმსახურებია. საქმე იმაშია, რომ სიკეთე და ბოროტება, სამართლიანობა, მორალი, კარმა, ეს ყველაფერი არის არათუ ბუნებრივი მოვლენები, არამედ ადამიანების შექმნილი მცნებები. ამ მცნებებს იცავს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი. ამისთვის კი არავინ ჯილდოვდება. ასეთია სამყარო. თუ გინდა სიკეთე, ის თავად უნდა შექმნა, გასცე და დაიცვა. ამას ერთეულები აკეთებენ და საბედნიეროდ არაერთი მსგავსი ადამიანი შემხვედრია. მეც მათ კვალზე მივდივარ და შენც გამომყევი. როგორც ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, ასევე უნდა იცოდე ერთი მნიშვნელოვანი რამ. ხომ იცი, რომ ახალგაზრდობა არის საუკეთესო დრო გასართობად, თავგადასავლებისთვის, რომანებისთვის და ასე შემდეგ. ხო და ეს არის ძალიან დიდი სისულელე. 21 წლის ასაკში შენ ფიქრობ, რომ გაქვს დრო. 30 წლის ასაკში შენ ხვდები, რომ გქონდა შანსი. ლოგიკურად დაფიქრდი. შენ გაქვს სიცოცხლის მონაკვეთი, როდესაც ყველაზე ძლიერი, ჟანმრთელი და ენერგიული ხარ არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურად. დიახ, გამოცდილება ცოტა გაქვს, მაგრამ ეს პრაქტიკის შედეგია. სხვანაირად ის არც დაგიგროვდება. შენი ახალგაზრდობა კი არის საუკეთესო პერიოდი, როდესაც შეგიძლია განახორციელო არაერთი პრაქტიკა და მცდელობა. ააშენო შენი წარმატებული მომავალი და დააგროვო ფასეული გამოცდილება. თუ ამ წლებს უმეტესად გართობაში გაფლანგავ, ასაკის ზრდასთან ერთად შეამჩნევ, რომ ენერგია და დენთი გელევა. დამიჯერე, რომ 35 წლის ასაკში ბევრად იოლად დანებდები, ვიდრე 21-ის. ორგანიზმია ასე მოწყობილი. ჯობს 21-დან 30 წლამდე იშრომო და შრომით იკაიფო, ვიდრე უაზროდ იგულავო და საკუთარი მიზნები აუსრულებელი დაგრჩეს. რაც შეეხება მიზნებს და ოცნებებს, რა არის შენი მისია? რა არის შენი ცხოვრების აზრი და არსი? რისთვის მოევლინე ამ ქვეყანას და რას ელოდება შენგან მაღალი ღმერთი? არაფერს. ის არაფერს ელოდება. შენ უბრალოდ დაიბადე ამ ქვეყანაზე ყოველგვარი ზებუნებრივი ჩანაფიქრის გარეშე. მისტიური აქ მხოლოდ შენი მშობლების სიყვარულია, რომლის შედეგიც შენ ხარ. ამის იქეთ არანაირი მოლოდინი შენს მიმართ სამყაროს არ აქვს. შენ არ ხარ ჩაფიქრებული დიდებული მისიისთვის. ადამიანებს ეშინიათ აზრის გარეშე ცხოვრება, რადგან საკუთარ უმნიშვნელობას განიცდიან. ამიტომ ეძებენ აზრს რელიგიებში, პატრიოტიზმში, ერში ან მასში, რაც დიდებულად მიაჩნიათ, მაგრამ ცხოვრება ზუსტად ამიტომ არის მშვენიერი, რომ არ არსებობს არანაირი აზრი და ვალდებულება. შენ ხარ თავისუფალი. სწორედ ამ თავისუფლების ხარჯზე შენ შეგიძლია საკუთარი ცხოვრება ნებისმიერი აზრით აავსო და მოწოდებით. და გახდე არა თუ ის, რაც დაგაკისრეს დაბადებამდე ან დაბადების შემდეგ, არამედ გახდე ის, ვინც გულწრფელად გინდა რომ იყო. და ბოლოს, იმისთვის რომ დარჩე თავისუფალი, შენ უნდა შეგეძლოს იყო ბედნიერი დამოუკიდებლად. მარტოობაშიც და ხალხშიც, დღისითაც, ღამითაც, ნებისმიერ ადგილას და სიტუაციაში. თუ შენი ბედნიერება სხვებზეა დამოკიდებული, ეს სხვები შენი ჯაჭვები არიან.
სანამ შენ გზაზე წინ მიდიხარ, ვიღაც აუცილებლად ჩამოგრჩება, რადგან კომფორტის ზონას ვერ დატოვებს. ეს ხელს შეგიშლის წინსვლაშიც, ბედნიერებაშიც და თავისუფლებაშიც. როგორც ერთმა ბრძენმა თქვა, ადამიანი თავისუფალი არის მაშინ, როდესაც დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერი პროცესისას შეუძლია იყოს ბედნიერი.